მშვიდობის ფესტივალი ანაკლიაში საკურორტო ზონა წელს პირველად მშვიდობის თემაზე შექმნილ ღონისძიებას მასპინძლობს. ფესტივალი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. ინო ბიბლიანი საუბრობს ანაკლიდან ეთერში. მშვიდობის თემის ადღი მიძღვნილი ფესტივალი უკვე გაიხსნა. თქვენ ალბათ კადრში ხედავთ ახლა რომ ჩემს უკან მიმდინარეობს დავით ევგენიძის კონცერტი. ამ კონცერტში მონაწილეობას სხვა ქართული ბენდის წარმომადგენლებიც მიიღებენ. კონცერტის პარალელურად სულ ცოტა ხნის წინ ზღვაში 14 აფროსანი შევიდა, რომლებმაც მაყურებლისთვის ჰორიზონტზე ერთდროულად საკმაოდ საინტერესო ფონი შექმნეს. გარდა მაგისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ წუთებში პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, ასევე მოეწყო რეტრო სტილის მანქანების გამოფენაც. როგორც აღმოჩნდა, დღევანდელმა ფესტივალმა დამსწრე საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან საინტერესო და დატვირთული საღამო ზოგადად 2 დღე ელოდება დამსვენებლებს, ტურისტებსაც, ვინც ამ ფესტივალს დაესწრება. თვითონ იდეა გაჩნდა იმისგან, რომ ანაკლია არის აფხაზეთთან ძალიან ახლოს და გვინდა, რომ ეს ქალაქი უშუალოდ გახდეს მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო. ამიტომ ეს ჩვენი მშვიდობის ფესტივალი, Peace Festival in Anaklia, მე გვაქვს რომ ყოველ წელს ჩავატარებ. მშვიდობის ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის და ჩვენი ჯგუფისთვის ნიშნავს ყველაფერს საუკეთესოს და იმ აზრზე და იმ პოზიციაზე დადგომას, რასაც ქვია მშვიდობა და რასაც ქვია ის თუ რაც ხდება დღეს. მშვიდობის თემაზე შექმნილი ფესტივალისთვის ანაკლიის განახლებული ბულვარში დღეს მთელი დღის განმავლობაში სამზადისი იყო. ამ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. უფრო კონკრეტულად როგორ მოემზადა ანაკლია ახალი ფესტივალისთვის, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყო. მშვიდობის გემი, მშვიდობის დაფა, ფოტოგამოფენა განმუხურის ხიდზე და მშვიდობის საუნდტრეკის პრემიერა. მშვიდობის ფესტივალი ზღვისპირა კურორტზე სიმბოლურად განახლებული ანაკლიის გახსნიდან ზუსტად 1 წლის თავზე იმართება. 2 დღის განმავლობაში აფხაზეთთან ახლოს მდებარე ზღვისპირა კურორტიდან მშვიდობის თემატიკაზე შექმნილი მუსიკა გაისმება. იმყოფები თითქმის საზღვარზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ეს ყველაფერი, ანუ მშვიდობის თემატიკაზე ამ მასშტაბის ფესტივალი საქართველოში არ ჩატარებულა და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გავუკეთებინა მსგავსი სახის ღონისძიება. ფესტივალი დღეს დაიწყება და ხვალ საღამომდე გაგრძელდება. სამზადისი უკვე დაწყებულია. მოეწყობა უამრავი წარმოდგენა, ეს იქნება თეატრალური, ფოტო თუ სხვადასხვა სანახაობები. ასევე დაგეგმილია დიჯეების მონაწილეობით ალტერნატიული მუსიკის კონცერტი. ფესტივალზე სპეციალურად ამ დღისთვის მხოლოდ ანაკლიაში ბერლინიდან ჩამოსული დიჯეი დაუკრავს. იმედი გვაქვს, რომ წარმოდგენა სანახაობრივი იქნება და ეს 2 დღე ძალიან შთამბეჭდავი გამოვა. ფესტივალის ორგანიზატორებს მშვიდობის გემის მოსართავად ზუსტად 3000 ყვავილი დასჭირდათ. ზღვისპირა კურორტზე მშვიდობის თემაზე შექმნილი კიდევ არაერთი სიმბოლური კონსტრუქცია გამოიფინა. ლოზუნგები, რომელიც მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებს, ერთ კედელზე გაერთიანდა. მშვიდობის თემატიკაზე დაწერილი გზავნილების კედელიც სპეციალურად ფესტივალისთვის მოეწყო. ვაფორმებთ ყვავილებით, რომელიც მიძღვნილი იქნება მშვიდობის ფესტივალისადმი, ზოგადად მშვიდობისადმი. ამ გემის გაფორმებაზე დაიხარჯა დაახლოებით 3000-მდე ყვავილი, რომელსაც ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს, სრულიად მშვიდობისადმი არის მიძღვნილი. დიდი ხანია ვისვენებ ანაკლიაში, ყოველ წელს ჩამოვდივართ, წელს განსაკუთრებულად კარგია და ველოდებით ფესტივალს 2 დღეა უკვე. 2 დღის განმავლობაში ანაკლიაში გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები და უამრავი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გაიმართება. დამონტაჟებულია 2 სცენა, სადაც კონცერტები ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. სოფო ხალვაში დავით ევგენიძე და სხვა ცნობილი მომღერლები ფესტივალის განმავლობაში ყველასათვის ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობ სიმღერებს შეასრულებენ. გაიმართება ქართული ალტერნატიული მუსიკის გრანდიოზული კონცერტიც. ქართველ შემსრულებლებთან ერთად ანაკლიას უცხოელი მუსიკოსებიც ესტუმრებიან. თვითონ მშვიდობა ფესტივალია. არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანს სჭირდებოდა საერთოდ დედამიწაზე და მით უმეტეს საქართველოში. და იმედი მაქვს, რომ შემდეგ მშვიდობის ფესტივალზე ამ ხიდიდან ჩვენი აფხაზი მეგობრები და ძმები გადმოვიდნენ და ერთად ჩავატარებთ ამ ფესტივალს. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მშვიდობის ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ზღვისპირა კურორტზე ღონისძიებები ხვალ გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალს ცნობილი ბერლინელი დიჯეი რეიუსის და ქართველი შემსრულებლების ერთობლივი კონცერტი დაასრულებს.